Sakstatma 2018 წლის მეოთხე კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. Sakstat-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ირონიით შეხვდა მოსახლეობა. ჩვენ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა დაუსაქმებელია, ხოლო დასაქმებულთა უმეტესობის მაქსიმალური ხელფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. მისაქმე 1000 ლარი. მანახე, ერთი ადამიანი ყველა უმუშევარი გაჭირებულია. საწოდავად ვიხდიან, ძლივს ვიხდით ფილმის გადასახადებს, ამდენი გადასახადებია, ამდენი რაზვირია, გაზია, თურამია და საჭმელია. მისცალი ახლა მეწამლებია 300 ლარი სამყოფნის გული მაწყობ. თქვენ თუ ხარ დასაქმებული? არა, პენსიონერი ვარ. თქვენ თუ არიან დასაქმებული? არავინ. სად უნდა იმუშაონ? პენსიონერები ვართ, მე და ჩემი მეუღლე ცხოვრობთ მარტო და ასე ვართ გაწამებული და ტანჯული ხალხი. მთელი ჩემი მეზობლებს ყველას, თუ ვინც საზღვარგარეთ ვარ, ყველას უჭირს. მე ჩემი ბიზნესი მაქვს და ამითი ვარ, სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობ. საცხობი მაქვს, მე ვარ ინდიმეწარმე და ნორმალურად. წვალოთ, შრომობთ, ნორმალურად ვართ, მაგრამ უმჯობესია რომ მეტი დასაქმებული იყოს ვიდრე ერთეულები. ახალგაზრდები დაუსაქმებელი არიან მშობლების ხარჯზე. ასე რომ აი ვინცაა დასაქმებული თქვენს ირგვლივ? რამდენი აქვს საშუალო? მაგალითად ეხლა ჩემთან გოგონები მუშაობენ საცხობში, მათი ხელფასია 300 ლარი. 300 ლარი არაფერი არ არის ოჯახისთვის. და ვინც ეხლა ინდიმეწარმე, ჩემი მეუღლე ხელოსანია მანქანების მეტნაკლებად არის შემოსავალი და ასე დასაქმებული, დაქირავებული 300 ლარი მაქსიმუმი რო იყოს ხელფასი. მე პირადად დასაქმებული ვარ, მუშაობ და ჩემს ირგვლივ არიან დასაქმებული. სკოლაში მუშაობ. ხელფასი როგორია? ცოტა დაბალი არის, 300 ლარი. ყოფნი თუ არა? ეს ახალ არ ყოფნის ფაქტია, მაგრამ უმუშევრობა ჯობია. მეტი არაფერი. არა, ჩემო კარგო დიასახლისი ვარ, არ მუშაობ, არც პენსიონერი ვარ, ასე გაჭირებული. სოფელში ნახევარი არ მუშაობს, ნახევარი სოფელი. არა ვარ დასაქმებული. თქვენს ირგვლივ ვინც არიან დასაქმებული, აი საშუალო ხელფასი რამდენია და ყოფნი თუ არა? მე არ ყოფნით. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს შრომით ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ ადამიანამდეა დასაქმებული. აქედან დაქირავებით მომუშავეთა რაოდენობა 650,000 შეადგენს. ლევან ოყრეშიძის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. თუმცა თუ ჩვენი დონის ეკონომიკას სხვა ქვეყნებისას შევადარებთ, ამ შემთხვევაში საშუალო ხელფასი შედარებით მაღალი გამოდის. ზოგადად უნდა განვასხვაოთ ის, რომ ციფრი 1202 ლარი საშუალო ხელფასი, რომელიც მეოთხე კვარტალში გამოვიდა, არის საკმაოდ მაღალი იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მეოთხე კვარტალში იქიდან გამომდინარე, რომ წლის ბოლოა და ხშირად გაიცემა წახალისების სახით პრემიები და ნამატები და ასე შემდეგ, ეს მაჩვენებელი როგორც წესი უფრო მაღალია ვიდრე წლის სხვა მონაკვეთებში. ამასთან ერთად საშუალო ხელფასი უნდა ვთქვათ, რომ არ არის მედიანა ხელფასი, ანუ არ არის შვაში მყოფი დასაქმებულის ხელფასი, ასე ვთქვათ. ის ადამიანი ირჩეულობს 10,000 ან 20,000 ლარს და ის ადამიანი ირჩეულობს 100-200 ლარს, ჯამში გამოდის მათ საერთო საშუალო არითმეტიკული ჯამი. დასაქმებულთა რაოდენობა, როგორც აღნიშნეთ, ესე იგი შემცირებულია, თუმცა შემცირებულია უმუშევრობაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ აქტიურ შრომით ბაზარზე ოპერირებადი უმუშავე ხალხი არის შრომითი ბაზიდან გასული. რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შესაძლებელია იყოს გამოწვეული ემიგრაციით. Sakstat-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს პოლიტიკური პარტიები აფასებენ. პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას განმარტებით, აღნიშნული მონაცემები არა რიგითი მოქალაქეების, არამედ ჩინოვნიკების სახელფასო ანაზღაურებასა და პრემიებზე დაყრდნობითაა მიღებული.
მაღაზიაში თუ სადმე საამქროში, მეტალურგიულ ქარხანაში თუ სადმე მომუშავე ადამიანების ხელფასები 400 ლარს არ ცილდება. გახეთქე 600 ლარი. მაგრამ ის იმათ აქვს, იმ ხელფასები, რომ საშუალო არითმეტიკული გამოვიდა, თქვა 1000 ლარი. ეს არის ზღაპარი, ჯერ ეგის წვილი მგონია რაც უნდა ეწელათ. მაგრამ თუ არის მართლა, მაშინ ესა იმის შედეგი, რომ ნამეტანი ბევრი ადამიანი დასაქმებული მერიებში, სამინისტროებში და ადმინისტრაციულ სამსახურებში და მათი ხელფასებია უსაშუალო დიდი. როცა საკანელიც 30000-ია ხელფასი. გამევიდა მე 10 კაცი რომ დააჯა მოსამასამას ხელფასიანი და მას 30000-ია. გამევიდა რომ თურმე 11 ადამიანს აქვს 3000. რეალობაში მარტო საკანელიძესა გიხელფასი. მარტო იმ კომახიძესა გიხელფასი. მინისა გიხელფასი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასები აქვთ საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროში დასაქმებულებს. ქეთი გალაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.